გამორჩეულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს გურამ შარაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ გახსნა. აქ შეკრებილებმა გურამ შარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, მეცნიერები, გურამ შარაძის ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 85 წელი შეუსრულდა გურამ შარაძეს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავის სამშობლო და მისი სიკვდილი, მისი მკვლელობა იყო უბედურება ქართველი ერისა. ისეთი შრომები აქვს, ისეთი წიგნები აქვს დაწერილი განცვიფრებით, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს ამდენი ეწერა და ემუშავა არაჩვეულებრივი კაცი იყო. მაგრამ მთავარი მისი მიზანი იყო სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს გადარჩენა. დღეს ჩვენი საზოგადოება მეცნიერებათა აკადემიაში იკრიბება, რათა პატივი მიაგოს გურამ შარაძის სოვნას, მწერლის, მეცნიერის, მკვლევარის, ქართული, ასე ვთქვათ, ემიგრაციის დიდი მეგობრის და რა თქმა უნდა მოწამეობრივად აღსრულებული ადამიანის სოვნას, რომლის მართალი სიტყვა ისმოდა საქართველოსთვის ყველაზე უფრო კრიტიკულ ჟამს, იბრძოდა ეროვნული სულის აღორძინებისთვის, იცავდა ქართულ კულტურას, იცავდა ქართულ სულს, ქართულ მენტალობას, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. აი ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ, უნდა დაინახოს ყველამ და მე ვთვლი, რომ ქართულმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ უნდა შეინახოს გურამ შარაძის სოვნა სამუდამოდ. საჩხერის მუნიციპალიტეტში